ცხელცხელი ვიდეო ბლოგი მოვიდა ცხელცხელი ძალიან საინტერესო საკითხზე მოგვიწევს დღეს საუბარი უკრაინაზე რომელიც სტრატეგიულად გამარჯვებულია მაგრამ ახლა უკვე უკრაინა ისეთ გეოპოლიტიკურ თამაშს გეოსტრატეგიულ თამაშს თამაშობს მისი ლიდერი პრეზიდენტი ზელენსკი რომ არა მარტო სტრატეგიულადაა გამარჯვებული არამედ ტაქტიკურ დონეზეც აღწევს გამარჯვებას და ეს არ არის ზუსტი შესატყვისი სიტყვა აშამათებს რუსეთის ფედერაციას და შლეგ ლიდერ ამ ქვეყნისა იმპერიისა ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს პუტინს ეშინია მილიონი რუსი ჯარისკაცის რომლებიც დაბრუნდებიან და იკითხავენ რატომ გავაკეთეთ ეს ანუ რატომ ვიბრძოდით რატომ ვიომეთ და რატომ დავმარცხდით თუ გამარჯვების ერთი ადგილი უნარი შესაძლებლობა შნო არ გქონდა საერთოდ რას გაგვიშვით ამ სასაკლაოზე და რას საკვირველია უკრაინის ფრონტის ხაზი უკრაინაში ომი და ბრძოლა ლოკალური თუ უფრო მასშტაბური სასაკლაოა რუსი იმ ჯარისკაცებისათვის რომლებიც ჯერ ცოცხლები არიან და რომლებიც ადრე იქნება თუ გვიან მართლა მიადგებიან კრემლს და კურანტების ზარს შემოჰკრავენ და იკითხავენ რატომ ვომობდით რატომ დაიღუპა ჩემი ძმა ჩემი მეზობელი ჩემი მეგობარი ჩემი ახლობელი და ასეთი დაღუპული რუსეთს ხავს დაღუპული ხაზგასმით ვამბობ მინიმუმ 700-800 ჯარისკაცი და ერთი ამდენი ოდნავ ნაკლები დაახლოებით 500 რაღა ოდნავ მაგრამ მაინც ხავს დაჭრილი ეს პირველი ომია როცა დაღუპულთა რაოდენობა აჭარბებს დაჭრილთა ხეიბართა ხეიბრად დარჩენილთა რაოდენობას მე მესმის რომ პუტინი ყოველთვის გამონახავს პირობითად 300-500 თუ 1000 ქვრივს მეუღლეებს იმ დაღუპული ჯარისკაცებისა რომლებიც ყოველი წლის 9 მაისს თუ პუტინი გადარჩა რასაკვირველია გამოვლენ წითელ მოედანზე და მადლობას გადაუხდიან ამ დიქტატორს და ეთქვიან რომ ჩემი მეუღლე დაიღუპა რუსეთის იმპერიისათვის პრეზიდენტო რუსეთის ძლევამოსილებისათვის მთავარსარდალო პრეზიდენტო იმისათვის რომ შენ იყო პრეზიდენტი და უკრაინა კი იყოს რუსეთის შემადგენლობაში მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც მცირე რაოდენობა საბოლოო ჯამში რუსეთმა 1000 ჯარისკაცი კი არ დაკარგა და 1000 ქალი კი არ დააქვრივა არამედ დააქვრივა პირდაპირი მნიშვნელობით გადაჭარბების გაზვიადების გარეშე 10,000-ობით ქალი და დანარჩენები გამოვლენ და იტყვიან რომ კი მაგრამ რატომ იომა ჩემმა მეუღლემ თუ შენ ასე შერცხვენილი უნდა წამოსულიყავი და თუ რუსეთს ვერ უნდა მიეღწია რაც იმ თავით ცხადი იყო იმ SVO-ს ფარგლებში დასახული ამოცანებისათვის ანუ უკრაინის დემილიტარიზაცია ვერ მოახდინა რუსეთმა უკრაინას ჯერაც აქვს პერსპექტივა რომ გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დენაციფიკაცია ვერ მოახდინა და რასაკვირველია რაც თავარია რაც SVO-ს ფარგლებში ესე ღიად გაცხადებული არც ყოფილა SVO-ს ამოცანებს შორის არ ყოფილა უკრაინა გადარჩა და რუსეთს კი უნდა და მთლიანად უკრაინის შესაძლო განადგურება უკრაინის სახელმწიფოს განადგურება ზელენსკი კითხულობს და ამ კითხვით არა მხოლოდ ჯარისკაცები მიმართავენ პუტინს არამედ მეუღლეებიც და აი ამ მილიონი დაახლოებით ჯარისკაცის მშობლები 2 მილიონი მშობელი ჩემი შვილი ვალოდია ჩემი შვილი ოლეგი ჩემი შვილი ამა თუ იმ სახელისა და გვარის რუსეთის მოქალაქე 18 წლის ახალგაზრდა საზარბაზნე ხორცად რატომ აქციერ მე მესმის რომ ის შეიძლება იყო დამნაშავე რომელიღაც საპატიმროში ყავდა გამომწყდეული მაგრამ მე რჩივნა რომ ყოფილიყო საპატიმროში გამომწყდეული და არ გარდაქმნილქცეულიყო საზარბაზნე ხორცად და შენ ტი ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ აქციის სწორედაც რომ საზარბაზნე ხორცად დღეს უკრაინას თავაზობს რუსეთს მშვიდობას უფრო ზუსტი რომ იყო ცეცხლის შეწყვეტას და პუტინს სხვა გზა
მოდი ასე ვიტყვით, თქვენ ისებართვით თითქოს მართლაც არა აქვს, იმიტომ რომ უკრაინა ამბობს დაახლოებით შემდეგს. თუ რუსეთის შლეგი ლიდერი არ დაგვთანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე, დეფისის მშვიდობაზე, ამ შემთხვევაში უკრაინა უკვე იქით შეაწუხებს რუსეთს, ისედაც ვაკეთებთ ამას და უმძიმესი ზამთარი ექნება ამ იმპერიას. ოღონდ არ უნდა გეგონოთ, არ უნდა გვეგონოს, რომ ზელენსკი გულისხმობს ისეთივე ზამთარს, როგორიც გადაიტანა თავად უკრაინამ ბოლო წლებში 2022-დან 23-მდე, 23-დან 24-მდე, 24-დან 25-მდე, 25-დან 26-მდე, ანუ 4 უკანასკნელ ზამთარს. არა, ბევრად ძვირი ფასი უნდა გადაიხადოს რუსეთმა იმისათვის, რაც მან ჩაიდინა სწორედ ამ 4-4.5 წლის განმავლობაში. და უკრაინა უკვე ყველაფერს არ ბევრ ამას აკეთებს საიმისოდ, რომ რუსეთის მოქალაქეებისათვის, ვლადივოსტოკელებისთვისაც და პეტერბურგელებისთვისაც ეს იყოს გაკვეთილი კი არა უმძიმესი ზამთარი და უდგეს თითოეულ მათგანს, ყველას, ვინც ვლადივოსტოკში ცხოვრობს, ნოვოროსიისკში ცხოვრობს, მოსკოვში, პეტერბურგში, სხვაგან და სხვაგან, რიაზანში, ბელგოროდში, სხვაგან და სხვაგან. როგორ აკეთებს ამას უკრაინა? მისი უპილოტო საოცარი ფრინავის საშუალებით დრონები აფრინდებიან 500 კილომეტრის დაშორებით არსებული სივრცეებიდან, ანუ უკრაინის საზღვრით, სახელმწიფო საზღვრიდან აფრინდებიან და ასე ტატ-ტატით მეთქი ასე ვიტყვი. მიფრინავენ მიზანმიმართულად დაბალ სიჩქარეზე, დაბალ სიმაღლეზე პეტერბურგისკენ და მოსკოვისკენ. ბელგოროდისკენ მიფრინავენ, ყირიმისკენ მიფრინავენ, ნოვოროსიისკენ მიფრინავენ, ურალს იქით ომსკისკენ, ურალს იქით ჩელიაბინსკისკენ, ეს გავიგე. მაგრამ რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი არის სწორედ ეს ორი ქალაქი, ძველი დედაქალაქი პეტერბურგი, პეტრეს ქალაქი და მოსკოვი, დღევანდელი დედაქალაქი. მდინარე ნევაზე გაშენებული ქალაქი და მდინარე მოსკვაზე გაშენებული მეორე და უდიდესი ქალაქი. აი იქითკენ მიფრინავენ და ისით რას ხდება ეს დრონები, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე და დაბალი სიჩქარით მოძრაობენ მოსკოვისკენ. ხდება არა საცხოვრებელ კორპუსს, არა დასახლებულ პუნქტს, არა ეზოს საბავშვო ბაღს, ეკლესიას, თუნდაც სახელმწიფო შენობას. არა, როგორ გეკადრებათ? უკრაინელები მიზანმიმართულად ანადგურებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის გაანადგურეს 3 საათის წინ დაახლოებით რუსეთის მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ერთ-ერთი ქარხანა უმძლავრესი, რომელიც თავის მხრივ ძალიან დიდი ტერიტორიისათვის და ძალიან ბევრი მოქალაქისათვის აწარმოებდა რუსეთის მთელი სიმძლავრეების, ნავთობის, კი არა, დიზელის საწვავის მინიმუმ 30 და სხვა ცნობებით 50%-საც და ბენზინის მინიმუმ 25 და სხვა ცნობებით 40%-საც კი. შესაბამისად, ავტომანქანა მიხვება ლუკოილის თუ სხვა ბენზო გასამართის სადგურების რიგში, რათა თითოეულმა მძღოლმა როგორღაც მოიმარაგოს სულ რაღაც 10 ლიტრა ბენზინი და 10 ლიტრა ბენზინი მოსკოვის ხელა ქალაქისათვის, ან პეტერბურგის ხელა ქალაქისათვის, ისით რა არის? ნახევარი დღე არა, უხეშად ვიტყვი, 3 საათის მარაგია. მერე ისე უნდა ჩაადგნენ რიგში და ისევ 10 ლიტრა უნდა შეივსო, ოღონდ ეს რიგი არ სრულდება 8000, 9000, 10000, 12000 ავტომობილია თითოეულ ნავთობგადამამუშავებელთან კი არა, ბენზოგასამართ სადგურთან. ეს გამოიწვევს და განაპირობებს თუ რუსეთმა რამე არ მოიფიქრა და იმ შლეგმა ლიდერმა განსაკუთრებით აგრეთვე პრემიერმა მიშუსტინმა, ეს გამოიწვევს კოლაფსს არა ჩელიაბინსკში, მურმანსკში, ომსკში, სხვაგან და სხვაგან, არამედ კოლაფსს უშუალოდ მოსკოვში. კოლაფსს არა მხოლოდ მოქალაქეებში, არამედ ასე მაგალითად პირველადი მოთხოვნების პროდუქტებზე. პური ვერ გამოცხება, მეთქი ერთ დრილში ვთქვი. მოსკოვში და უპურად დარჩენილი პეტერბურგი და მოსკოვი არ გეგონოთ, რომ არის ან ტოლფასია, ტოლსწორია, უპურად დარჩენილი მურმანსკისა თუ ჩელიაბინსკისა. არა. უპურად დარჩენილი მოსკოვი ნიშნავს იმას, რომ მოსკოვში იწყება შიმშილი და მურმანსკელებს უფრო იქით, სადაც არის, თუ კიდევ შეუძლიათ გადატანა ცივი ზამთრისა და
უპურობისა, უწყლობისა, წყალი არ არის ასე მაგალითად ხსენებულ ნოვოროსიისკში, მოსკოველებს, რომლებიც ვუტრირებს ცხადიან, მაგრამ ეგრეთ წოდებული ნორკის შუბებს შეეჩვივნენ, უპურობა ფრიად გაუჭირდებათ. ამასობაში სოფლიოს თანამეგობრობის ლიდერები იგულისხმება დიდი შვიდეულის და 7 ქვეყანა ჩამოვასახელოთ, შეერთებული შტატები, კანადა, შეერთებული შტატები, კანადა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია ამ ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ და დაპატიჟეს ეს გმირი კაცი, ზელენსკი, მიესალმნენ სხვათა შორის უკრაინულად და ისიც თქვეს, რომ სლავა უკრაინეო და ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა უთხრეს ამ გმირი ქვეყნის გმირ ლიდერს, რომელიც არ დაეცა, თავარი ღირსება, ოდესმე იქნება წავა ზელენსკი, მაგრამ თავარი ღირსება მისი იქნება ყოველთვის ამგვარი, ეს, რომ ის არ დაეცა, არც 2 დღეში დატოვა კიევი, არც 2 კვირაში, არც 2 წელიწადში, არც მაშინ, როცა ძალიან, ან არც მაშინ, როცა ძალიანზე მეტად უჭირდა. და ყოველთვის იყო, აი ძალიან დიდი სირთულეები გადალახა, მაგრამ იმედიერად ყოველთვის იყო. ბევრი საინტერესო სიტყვა უთხრეს. მაგალითად, და თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმაც არ დაიშურა სიტყვები. მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერს უთხრა შემდეგი სიტყვები. მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოსა და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის უკრაინის მხარდასაჭირად მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილებისათვის. გაერთიანებული სამეფო გამოყოფს 210 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამდიდრებული ურანის მოსაწოდებლად. რას ნიშნავს გამდიდრებული ურანის მისაწოდებლად? უკრაინა ემანდ ბირთვული სახელმწიფო ხო არ ხდება? რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის ბირთვული სახელმწიფო არ ხდება პირდაპირ მნიშვნელობით. ბირთვულ ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ჩვენი ხალხისა და ეკონომიკის ელექტრომომარაგების მთავარი წყაროა, უკრაინას სასაკვირველია სჭირდება ელექტროენერგია, ენერგორესურსები, იმისთვის რომ მეხუთე ზამთარი როგორღაც გადაიტანოს, წინა 4 ზამთარი ავად თუ კარგად, მეტად თუ ნაკლებად გადაიტანა. მაგრამ ახლა უკვე ლაპარაკია ბირთვული ენერგიაზე და გამდიდრებულ ურანზე უკრაინისათვის და ბრიტანეთი ამას უზრუნველყოფს. დანარჩენი ევროპა, ევროკავშირის სივრცე უზრუნველყოფს სხვა რამეს. უკრაინისათვის საამზამთროდ და ზოგადად მისი სტაბილურობისათვის, გადარჩენისათვის, განვითარებისათვის და იმისათვის, რომ კოლაფსი, მათ შორის სოციალურ ნიადაგზე, უკრაინაში არ მოხდეს. გაერთიანებული სამეფოს ასევე შემოაქვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიმართულია, ესე ძალიან საინტერესოა, თქვენ ალბათ ნახეთ კადრები, როგორ დააკავა ბრიტანეთმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ერთ-ერთი უზარმაზარი ტანკერი ლა-მანშის სრუტეში. ახლა უკვე სანქციები შემოაქვს გაერთიანებულ სამეფოს და ვერ გაჭაჭანდებიან აი საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის სრუტეში და არა მხოლოდ რუსული გემები, ტანკერები, რომლებსაც გადააქვთ სხვადასხვა დროშის, ქვეყნის დროშის ქვეშ, ვინც დაცურავს, ისინი ვერ გადაადგილდებიან ამ სანქციების შედეგად. ჩრდილოვანი ფლოტისა და იმ ფინანსური ქსელების წინააღმდეგ შემოაქვს სანქციები ბრიტანეთს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს. ასეთები ძალიან ბევრი ხავს ამ ზემძლავ სახელმწიფოს ამაღლანა თქვამი ამ ვეება სახელმწიფოს, ვეება და იმიტომ. ბრიტანეთის ახალი შეზღუდვები პირველად ვრცელდება იმ ტანკერებზე, რომლებიც სანქცირებული თხევადი ბუნებრივი აირის, LNG დაჭირხვნილი აირია ეს, რომლებსაც გადააქვთ სანქცირებული თხევადი ბუნებრივი აირი, არ ვიცი გინახავთ თუ არა ამგვარი ტანკერები, უზარმაზარი დაჭირხვნილი ბუნებრივი აირი, ანუ გაზი, გადააქვთ უზარმაზარ რეზერვუარებს, თეთრი რეზერვუარი, როგორც წესი, თეთრი უმრავლეს შემთხვევაში თეთრი რეზერვუარები. ხოლო მათი თუ მისი გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს რუსეთი ომის დასაფინანსებლად იყენებს. ევროპა ადეკვატური ხდება, სხვა შორის ეს უცუდესი პრეზიდენტი სოფიო იტყვის, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის დამსახურებაც არის, ესეც უნდა ვთქვათ, და პრეზიდენტმა ბაიდენმა ვერ გამოაფხიზლა ჯეროვნად ევროპის კავშირი, რა უჩიჩინებდა კი, მაგრამ მაინც აი პრეზიდენტმა ტრამპმა როგორც კი მკაცრად თქვა,
მყისვე არ ვიცი რამდენად სწორია, გაუგებრობების შედეგად ალბათ და ნამდვილად, მაგრამ ევროპა ცოტა აზრზე მოვიდა. ბრიტანეთსა და უკრაინის ურთიერთობა ერთი ამბავია, მაგრამ მეორე ამბავია, რომ ბრიტანეთი მძლავრი სახელმწიფო კია, თუმცა ბევრ საკითხში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სტარმერის პირობებში საკრიტიკო და გაცილებით მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან როგორ ურთიერთობას აწყობს უკრაინა. და ზელენსკი ამბობს, რომ ამ J7-ის, ანუ ბრწყინვალე შვიდეულს უწოდებ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე პრაქტიკულად ყველა ლიდერი ერთი და იგივე აზრის, ერთ და იმავე აზრზე იყო. მათ შორის პრეზიდენტი ტრამპიც, რომელიც ხოთაშორის ძალიან საინტერესო ამბავია, რუბიომ სახელმწიფო მდივანმა თითქოს არ მიატოვა, არ განამარტოვა, მათ შორის არის პრეზიდენტი ზელენსკისთან, არა ისინი მერე კი განმარტოვდნენ და ისაუბრეს, მაგრამ რუბიო, აი ეს არის კადრი, ბოდის ვიხდი გაჩვენებთ, მერე განმარტოვდნენ ზელენსკი და პრეზიდენტი ტრამპი, ეს არის ბოლო არ მინდა შემიშალოს და 4 თვეში პირველი შეხვედრა. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს ახლაო, მას შემდეგ რაც ირანთან შეთანხმებას მივახციეთ და კიდევ პუტინის შეთანხმება ძალაში გევაკიერა მისაღწევია კიდევ ვირტუალურ პროგრამასთან დაკავშირებით და ეს ცალკე ვიდეო ბლოგის თემაა, ეგრა მაგის პასუხია. ახლა უკვე მე უფრო უკრაინაზე კონცენტრირდებიო და პრეზიდენტი ტრამპი, ზელენსკი, სხვები პუტინს მოუწოდებენ, რომ ხო ხედავ დაგერხა. შედედა აფეთქებულო, დაგერხა და დაჯექი მოლაპარაკებათა მაგიდას და ნახოთ პუტინი ვიდრე ამ ეგრეთ წოდებული SVO-ს პარკლებში დასახულ ამოცანებს ვერ მიაღწევს, კი არ მიაღწევს და ვერ მიაღწევს, ეს არის ამბავი, ამ მოლაპარაკებათა მაგიდასთან აი გაჯიქურდა და არ ჭდება. პუტინმა თქვა მოსკოვში ჩამოვიდესო, თითქოს იმპერია, თითქოს კი იმპერია, რასაკვირველია, მაგრამ აი ასეთი იმპერიული ზრახვები აქვს. აქ მეახლოს ზელენსკიო. ზელენსკიმ უპასუხა, რომ გასაკვირველია ეს შეხვედრა მოსკოვში და არც კიევში, მაგრამ მოსკოვში მით უფრო არ შედგება თურქეთი და სხვა ქვეყნები არსებობს, შვეიცარია მათ შორის, გამზადებულია იმისთვის, რომ აი ამგვარ შეხვედრას უმასპინძლოს და ეგრა მაგის პასუხია და პრეზიდენტი ტრამპიც შეიძლება იყოს ამ შეხვედრაზეო. ესეც დაუშვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მან არ გამორიცხა არც შეერთებულ შტატებში შეხვედრა. ჩავა ანკორიჯში, ალასკაზე, ტრამპი კი არა პუტინი ხელმეორედ, შეიძლება ჩავიდეს. თუ არ ჩავა, ასე გავბედავ და ვიტყვი, დაერხა, იმიტომ რომ უკრაინა გააგრძელებს დაბომბვას ერთი ნავთობ, მეორე ნავთობ, მესამე ნავთობ, 27 ნავთობ, 99 ნავთობ და ასე შემდეგ ობიექტი, ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა. და სრული კოლაფსი ელის რუსეთს და ამის გათვალისწინებით ლოგიკურად პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გადადგას ეს მისი ღირსებისთვის ძალიან მძიმე ნაბიჯი, ღირსება შელახული იქნება ის, მაგრამ რომ არ ჩავიდეს ამ შემთხვევაშიც დაერხა. იმიტომ რომ უკრაინა დაბომბავს და რომ ჩავიდეს იმ შემთხვევაშიც დაერხა, პარემ ესეც თქვათ, იმიტომ რომ ეს ხსენებული ჯარისკაცები, ქრივები, მშობლები, შვილები, სამხედრო ელიტა, ოლიგარქები, პოლიტიკური ელიტა, რიგითი მოქალაქეები, არარიგითი მოქალაქეები, რომელიღაც ეტაპზე მიუტრიალდებიან და მე მესმის, რომ ის ძლიერი ტიპია, მგონია რომ ძლიერი ტიპია, მაგრამ ასე იოლად 3 მილიონი კაცი თუ გამოვიდა ქუჩაში, სხვადასხვა ხედვისა და სხვადასხვა მოთხოვნებით, პუტინსაც კი გაუჭირდება, მით უმეტეს ამ ფონზე, როცა შეად ან მოშივდებათ რიგით რუსებს, ძალიან მოშივდებათ. ზელენსკი ამბობს, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ საშინელი ზამთარი გვქონდა და მათთვისაც არ იქნება ეს ზამთარი მარტივი. მისივე თქმით, რუსები 60% ომის შეჩერება სურს, სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტი ზეწოლა პუტინზე. დღეს დიდი შვიდეულის J7-ის, ბრწყინვალე შვიდეულის საბიძზე, ნამდვილი ერთსულოვნება იქონდა. ყველა სწორ მხარეს იდგა და კარგია, რომ ჩვენი დაზვერვისაგან ერთნაირ ინფორმაციას, ანუ ყველა ქვეყანა ერთნაირ ინფორმაციას იღებს. დიდი შვიდეულის ლიდერები თანხმდებიან, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ვერ იმარჯვებს. ინიციატივა მათ ხელში, ან რუსების ხელში არ არის. მათ უნდა აღიარონ, რომ მშვიდობა არ სურთ. ან რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მშვიდობა არ სურს. და თუ ამას აღიარებს, ჯო სხვანაირად ხდება, იცი? ასე გეტყვით თქვენს დებატით. ამ შემთხვევაში თუ რუსეთი აღიარებს, რომ მას მშვიდობა არ სურს, მიად გააჯავრებს მშვიდობაზე ორიენტირებულს ბრჭყალებში, თუ მშვიდობაზე ორიენტირებულს ბრჭყალების გარეშე
პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც მაინც და მაინც ახლა ბირთვულ კობინს კი არ მიმართავს რუსეთისაკენ. მაგრამ საბოლოო ჯამში არც ეს არ გამორიცხოთ, თუ რუსეთმა ხელფეხის ქნევა უასწროდ დაიწყო მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში მაპატიეთ და ტრამპიც კი მშვიდობაზე ასე ორიენტირებული, ბჭყალებში ორიენტირებული თუ ბჭყალების გარეშე ორიენტირებული, ის კიდე უფრო მკაცრად არა ბირთვულ კობინს მაინც არ მიმართავს, ბირთვულ ბომბს მაინც არ ესმის პეტერბურგს, იმედი მაქვს, მაგრამ ვინიცის და პირდაპირაც კი ჩაებმევა ამ ომში. პირდაპირ ან ირიბად და უფრო მკვეთრად. ირიბად, უფრო მკვეთრად და რუსეთისათვის უფრო მომაკვდინებლად და მე მესმის რომ ძლიერი სახელმწიფოა რუსეთი. ან ბევრს გონია რომ ძლიერი სახელმწიფოა, ასე მაგალითად ბიზნე ივანიშვილიც, მაგრამ ყველაზე ძლიერიც კი ვერ გაუძლებს ამ ზეწოლას Россия უიწე. ამას რომ ამბობს პუტინი, ალბათ მხოლოდ მართლა იმისე იმედება, რომ რომელიღაც ეტაპზე პატარა თიც გააპარებს იმ წითელი ღილაკისაკენ და დააჭერს და ბუთქავს სადღაც ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, მაგრამ საბოლოო ჯამში რამე. ამ შემთხვევაში ხო დისპროპორციულ ან არაპროპორციულ, ან ასიმეტრიულ და მაინც ბირთვული ბომბით რუსეთის დაბომბვას არ გულისხმობს, ხოთა შორის მიიღებს ის და რუსეთი და ამ შემთხვევაში ხო რუსეთი როგორც ბირთვული სახელმწიფო დაამარცხდება, ამ ყველაფერს მოხვება ერთი პუნქტი, მეორე პუნქტი, მესამე პუნქტი იმ რეგიონში, აი რეგიონში, ფედერაციის იმ სუბიექტში, იმ ქალაქში აფეთქდება ეს ყველაფერი. ბიზნე არის იმედზეა, ამაზე რომ მკითხავთ გემოდარებით, არ ვიცი, ვერ ხვდები. ბიზნე თავის ზოოპარკშია. 4 ფეხა ცხოველებს გულისხმობს ცხადია. ზელენსკი ელაპარაკა გერმანიის კანცლერ მერცსაც და ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მათ შორის თემაზე, როგორ უნდა ითანამშრომლოს გერმანია უშუალოდ უკრაინასთან. უკრაინა ამ თამაშებს არ თამაშობს. ზელენსკი მოსკოვში პუტინთან შეხვედრის შესახებ კრემლის შეთავაზება უარყო და განაცხადა. ეს მგონი გითხარით, მაგრამ გავიმეორებ. ეს შეიძლება იყოს შვეიცარია, თურქეთი ან ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება რუსეთი და კონკრეტულად მოსკოვი. ტრამპი ამასობაში ისრაელთან მიმართებაში ცოტა კრიტიკულია, ბენიამინ ნეთანიაჰუ აღარ ევასება, მეთქი ასე ვიტყვი. არ აღჩის განცხადება მერცმა, რომ აჩუქა ტრამპს გერმანიის ნაკრების მაისური და ასე შემდეგ. ეს კადრები უნდა ვნახოთ, თუ არ უნდა ვნახოთ, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რაღა დაგიბალოთ და ერთი დეტალიც, ბარემ როგორ შეიძლება ხომ წარმოუდგენელია ადეკვატურ ლიდერად მიიჩნიო ბატკა ლუკაშენკო. სრული გიჟია საწყალი. გიჟი იყო, გიჟი არის და გიჟი იქნება. არა ადეკვატური იყო, არის და იქნება. არა, ეს სიტყვა შესაძლოა სრულიადაც ზედმეტია. მოკლედ, ბატკა ლუკაშენკო იყო ლუკაშენკო, არის ლუკაშენკო და იქნება. მაგრამ აი ეს კი სიტყვა წამობს ახლა, არაადეკვატური იყო, არაადეკვატური შეიძლება იყოს მომავალში, მაგრამ ახლა არაადეკვატურია. გაგიკვირდება და ლუკაშენკამ დღეს გადადგა ყველაზე უფრო ბელარუსული, აი ბელარუსისთვის სასარგებლო ნაბიჯი. დღეს. აი მრავალწლიანი, მრავალათწლეულიანი, რომელიც წლიდან არის, ხო? უკრაინის კი არა, ბელარუსის ლიდერი. გადადგა ყველაზე უფრო ბელარუსისთვის ყველაზე უფრო სასარგებლო პოლიტიკური გეოსტრატეგიული ნაბიჯი. მან თქვა, გიპოდიშებ პრეზიდენტო ზელენსკი. მე ის რაც შენზე ვთქვი, რომ იჩხირავ, ბოლდები, ეწევი, რაღაცას ჩადიხარ და ასე შემდეგ. ეს მე შენზე არ უნდა მეთქვა. შენ მაინც ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი ხარ. და მე გეუბნები შენზე უფროსი ასაკით, რომ მე ეს არ უნდა მეკადრებინა შენთვის. ეს არის ერთი ნაწილი ამ განცხადებისა. მეორე ნაწილი კიდევ უფრო საინტერესოა, ან არანაკლებ საინტერესოა. ლუკაშენკომ თქვა, უკრაინელებმა შემოგვითვალეს, რომ ეს არის შინაარსი, უკრაინელებმა შემოგვითვალეს, რომ 500 ობიექტი აქვთ სამიზნეში ბელარუსის ტერიტორიაზე. ჩვენ სუსტი სახელმწიფო ვართ და უკრაინასთან ომი თუ დაიწყო, ჩვენ ამას ვერ გავუძლებ.
სხვა შორის ბელარუსის ლიდერი როცა ამას წარმოთქვამდა, უთუოდ ახსენდებოდა რომელი სახელმწიფო? სომხეთი. სომხეთი რუსეთმა არ დაიცვა. მაშინ, როდესაც სომხეთს შეუტია აზერბაიჯანმა. აი, სომეხი კარაპეტიანისათვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პაშინიანის ოპონენტს გულისხმობს ძნელი გადასატანია. ქოჩარიანისთვის ეს კიდევ უფრო ძნელი გადასატანია. ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ რუსეთს ეს ყველაფერი არ გაეკარვა, არ დაეცვა. სომხეთი ისინი დასაკვირველი პაშინიანს აბრალებენ ამ ყველაფერს. და ამბობენ, რომ ჩვენ ყოფილიყავით ლიდერები სომხეთისა, რუსეთი ამას არ იზამდა. მაგრამ ეს საბოლოო ჯამში მაინც რაღაც თეორიული მსჯელობაა. ღმერთმა უწყის რაც იზამდა რუსეთი იმ შემთხვევაში, თუ ქოჩარიანი ან სარქისიანი იქნებოდა პრემიერ-მინისტრი სომხეთისა. და ლუკაშენკოს თუ დაუბრუნდებით, ლუკაშენკამ უთუოდ იფიქრა, რომ როგორც სომხეთი მიატოვა რუსეთმა აზერბაიჯანის პირისპირ დატოვა შეატოვა, სირთულეების წინაშე დატოვა, ასე მიმატოვებს მეც. მათ შორის იმიტომ, რომ რუსეთს ძალა არ აქვს, მეგობრებო, არ აქვს ძალა. გათანგული სახელმწიფო, გაუბედურებული სახელმწიფოა, ვინ წარმოიდგენა, кто бы мог представить, господин Вольский. Вольский რა შუაშია და არ ვიცი. არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ უნდა ვიღაცა მეთქვა ამ ქართული ოცნების ხელისუფლებიდან. ვიღაცა, ვისაც არ უნდა უკრაინის გამარჯვება. ვოლსკიზე მეტად უკრაინის გამარჯვება არ უნდა ვახრა საშინელი ბედი და ხვედრი და მომავალი ელის პაპუაშვილს. პაპუაშვილზე მეტად ეს უკრაინის ეს გამარჯვება არ უნდა ვახრა საშინელი ბედი და სვედა ხვედრი ელის კობახიძეს. სხვებს და ამ ძაფის ბოლოს ჩვენ დასაკვირველია ამ ბილიკის ბოლოს მივადგებით ბიზინა ივანიშვილს. თევზის თავს გავხედავთ ასე და გითხავთ, გინდოდა გრიგოლიჩ შენ უკრაინის გამარჯვება? იცით რამე მინდოდა და რაღა იბჟოტიალებს იმერული კილოკავით. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ბიზინა წყალში თევზივით არის მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი ძლიერია. ხოლო რუსეთი როცა სუსტდება, ბიზინაც ავტომატურად სუსტდება. შესაბამისად, ჩვენ ველით რუსეთის დანარცხებასა და დამარცხებას მე დაახლოებით 2 კვირის წინ, არც კი დღეს რა რიცხვია 16, 4-ში ზუსტად 4 ივნისს სანეძლაოს ჩამოვედი აქ და გავიმეორე. 4 ივნისს 2027 წლისა პრეზიდენტი პუტინი კრემლში აღარ იქნება, ცოცხალი იქნება, არც ცოცხალი არ იქნება. დაგწყვიტეთ გული, მესმის. მაგრამ ნოვოროსიისკისაგან განსხვავებით და არა ბიზინას წყალობით, ჩვენ სონკანებში ჯერაც მოდის ნახტახტრისა თუ თბილისის ზღვის წყალი. გავსეთ ჩიქები, მოსვით, ღრმად ჩაის უთქეთ და შეეგუეთ იმას, პრორუსებს მიმართავ, ილუსტრირებულებს, რომ რუსეთი დამარცხდება და იმასაც შეეგუეთ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება დასავლური სივრცის განუყოფელი ნაწილი. ნახვამდის.